ბრძოლა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ. გასულ თვეში საქართველოდან სხვადასხვა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს. მათმა ნაწილმა ჩვენი ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს. მათ შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. როგორც გამოვლინდება, რომ ესა თუ ის პირი არის ქვეყანაში არალეგალად, ანუ დაარღვია ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ხდება მათი დაკავება, მოთავსება შესაბამის ცენტრში და შემდგომ იწყება გაძევების პროცედურა. გარდა ამისა, ნაწილი პირები, როცა ხდება დაწყება წარმოების და მათთვის შეტყობინების გაგზავნა, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან და მათ მიმართ უნდა გახორციელდეს საჭირო ღონისძიებები, ისინი თავად ტოვებენ ქვეყნების ცვლილებებს. ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, ერთის მხრივ ის, რომ არ მოხდეს თავშესაფრის სისტემის ბროტად სარგებლობა. გარდა ამისა, შემოდის ახალი სასჯელის და ახალი სახდელის სახეები, რაც ითვალისწინებს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას, თუ ის არ უღებს საქართველოს კანონმდებლობას და ერთობლიობაში ვფიქრობთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში ამოქმედება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უცხოელი არალეგალების ქვეყნიდან გაძევებას, მეორეს მხრივ მათ არ ექნებათ საშუალება, რომ ბროტად ისარგებლოს იმ თავშესაფრის სისტემით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.